ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვსტუმრობთ საპიკნიკო ზონას ოჯახთან ერთად, ან მეგობრებთან ერთად, ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა დაგვხვდეს სუფთა გარემო და მოწესრიგებული საპიკნიკო ზონა. ასევე ჩვენ ვალდებულები ვართ და გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ზუსტად იგივენაირად დავტოვოთ ის საპიკნიკო ზონა, მოწესრიგებული და სუფთა. და ასევე თუ დახვდა ნარჩენი, იმის შეგნებაც უნდა გქონდეს, რომ სხვის ნაცვლად მოვასუფთავო და გადავყაროთ სანაგვე ურნაში და მოვათავსოთ სანაგვე ურნაში ეს ნაგავი. აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ჩვენ შვილებს, პატარებს, რომ გაუფრთხილდნენ და მოუავრონ ბუნებას. ხაზს გაუსმევ კიდე ერთ დიდ პრობლემას, რომელიც ძალიან მაწუხებს. როდესაც მივდივართ საპიკნიკო ზონაში, მაგალითად როგორც დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით დასუფთავების აქციაზე, უშუალოდ საპიკნიკო ადგილამდე, სადაც მივდივართ, გზა, რომელიც მიემართება იქ, ყოველთვის არის ნაპირებზე ძალიან დაბინძურებული და ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდეთ ჩვენ ბუნებას და როდესაც მივემგზავრებით ავტომანქანით, ნუ გადავაგდებთ ნაგავს და ნარჩენს ავტომანქანიდან. ძალიან მარტივად შეგვიძლიათ დავამუხვიჭოთ, შევაჩეროთ 1 წუთით სანაგვე ურნასთან და იქ მოვათავსოთ ნაგავი. გავუფრთხილდეთ ბუნებას, იმიტომ რომ ეს ნარჩენი ძალიან აზიანებს ჩვენს გარემოს და ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის დამსვენებელს.